სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ უორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ახალი აღთქმა, მათეს სახარება. ჩვენ დღეს განვიხილავთ მე-18 ნაწილს, რომელიც მოიცავს მათეს სახარების 21 თავის პირველი მუხლიდან 22 თავის მე-14 მუხლის ჩათვლით, რომელსაც უორენ ვირსბიმ დაარქვა მეფის სამშაურო. სანამდე განვიხილავთ ამ კომენტარებს, მოდით წავიგითხოთ ეს თავები. იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ, ბეთბაგეში, ზეთისხილის მთასთან მივიდნენ. მაშინ ორი მოწაფე გაგზავნა იესომ. უთხრა, წადით სოფელში, თქვენს პირდაპირ ომაა და მაშინვე იპოვით დამულ ვირს ჩოჩორთან ერთად, ახსენით და მომიყვანეთ. და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება თქო და მაშინვე გამოგატანენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: უთხარით სიონის ასულს, აჰა, შენი მეფე, მოდი შენთან 7 ჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე. წავიდნენ მოწაფეები და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ. მოგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი სამოსელი დაოფინეს და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: ოსანა დავითის ძეს, კურთხეულია უფლის სახელით მომავალი, ოსანა მაღალთა შინა. იერუსალიმში რო შევიდნენ, მთელი ქალაქი შეიძრა. კითხულობდნენ: ვინ არის იგი? ვინ არისო იგი? ხალხი კი ამბობდა: ეს იესოა წინასწარმეტყველი გალილეიდან ნაზარეთიდან. შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო. ააყირავა ფულის გადამცველთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები. უთხრა მათ: დაწერილია, ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი ძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში და განკურნა ისინი. მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს საოცრებანი, მან რომ მოახდინა, ასევე ბავშვები, რომლებიც ტაძარში ისხდნენ, ოსანა დავითის ძეოს, იძახდნენ და გაბრაზდნენ. უთხრეს: თუ გესმის, რას ამბობენ ისინი? იესომ უთხრა: დიახ, ნუ თუ არასოდეს წაგიგითხავთ, ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება. დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან, ბეთანიაში მივიდა და ღამე იქ გაათია. დილას ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. გზაზე ერთი ლეხვი დაინახა, მივიდა მასთან და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა. უთხრა: ნუ არასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე და უცბად გახმა ლეხვი. ამის მნახველი მოწაფეები განცვიფრდნენ, ამბობდნენ: რა უცბად გახმაო ეს ლეხვი? მიუგო მათ იესომ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ, რაც ლეხვს დაემართა, არამედ ამ თასაც, რომ უთხრათ აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება. და ყველაფერს, რაცაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ. ტაძარში რომ შევიდა და ასწავლიდა, მივიდა მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება? მიუგო იესო მათ პასუხად: მეც გკითხავ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. საიდან იყო იონეს ნათლობა? ზეციდან თუ კაცთაგან? ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის მას რატომ არ ერწმუნეთო მას? თუ ვიტყვით კაცთაგანო, ხალხის გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. მიუგეს იესოს პასუხად: არ ვიცით. მანაც უთხრა მათ: არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. აბა რა გონიათ, ერთ კაცს 2 შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში. მან უპასუხა: არ მინდა ბატონო. მერე ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა: წავალ ბატონო, მაგრამ არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება? მიუგეს პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავენი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში. რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას. ხოლო მებაჟენი და მეძავენი ერწმუნენ მას. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნოთ იგი. მოისმინეთ სხვა იგავი.
იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვენახი გააშენა. გარს ღობე შემოალო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო. შემდეგ მევენახეებს ჩააბარა და წავიდა. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მოსავლის მისაღებად. შეიპყრეს მისი მონები მევენახეებმა, ერთნი სემეს, მეორენი დახოცეს და სხვანი ჩაქოლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი. იმათაც ასევე მოექცნენ. ბოლოს თავის ძე გაგზავნა მათთან. ამბობდა, ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო. მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს, ეს მე მკვიდრია, მოდით მოვკლათ და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს. შეიპყრეს, ვენახის მიღმა გააგდეს და მოკლეს. ხოდა ვენახის პატრონი რომ მოვა, რას უზავს ამ მევენახეებს? მიუგეს, ამ ბოროტეულთ ბოროტა დახუცავს და ვენახს კი სხვა მევენახებს გადასცემს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს. უთხრა მათ იესომ, ნუ თუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში, ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენ თვალში. ამიტომ გეუბნები თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სამეფოდ და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფებს გამოიღებს. ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრეს. მღვდელმთავრებმა და ფარისეულმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდა რომ მათზე საუბრობდა. შეეცადნენ მის შემყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. თავი 22. იესო კლავ იგავებით ელაპარაკებოდა მათ და ეუბნებოდა. ცათა სამეფო გავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა. კლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა. უთხარით მოწვეულებს, აჰა მოამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია. ყველაფერი მზად არის. გვეწვიეთ ქორწილში. მაგრამ მათ ყურად არ მიიღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის საჯარო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟილიტა ის კაცის მკვლელი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მიცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს, ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ. ამიტომ გადით გზა ჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში. გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ. ბოროტი თუ კეთილი, სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი. შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა. უთხრა მას, მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსლის გარეშე? ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის სახურებს, გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის მნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ხრჭენა. რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა. ეს არის მე-14 მუხლამდე და მე მოდის უკვე სხვა თემა და ესე ჩათვალა ბატონმა ვორენმა, რომ შეეტანა ეს მე-18 ნაწილში ეს მთლიანად ერთი თემა და ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ბიბლია, როდესაც იყოფოდა თავება და მუხლება, ჩვენ ხედავთ, რომ ის არ გაიყო თემატობრივად. და კარგია, როცა ქადაგებები გამოყოფენ ამას, რომ ჩვენ ერთი აზრი, ერთი თემა მოცემული ამოვწუროთ და იმათ უფრო ადვილი გასაგები გავხადოთ. ასე რომ არ კონდეს დაბნება, ზოგჯერ იცით რომ დაწყებულია, სადღაც უნდა გაეყოთ მათაც და ზოგმა ესე ჩათვალა, თანაბრად გაეყოთ, ზედმეტად ერთი რო პატარა არ ყოფილიყო მეორე. ამიტომ თემა შეიძლება გადადიოდეს, ხო, ერთი თავიდან მეორეში, როგორც აქ მოხდა. და აზრი არ წყდებოდეს. მე უკვე იესო გადადის სხვა რაღაცაზე, ან სხვა რაღაცა იწყება და ამიტომაც ეს ადვილი გასაგები რო გახადეს, ბიბლის კომენტატორები ამას აკეთებენ ხოლმე. ასევე ქადაგების დროსაც ამას მიმართავენ. იმიტომ ერთბაშად ხო ვერ დაიტევს ჩვენი გონება და აღქმა. ამიტომ მე მგონი ეს ძალიან საჭიროა. მეფის სამჟავრო. ახლა გადავდივართ მათეს სახარების მეოთხე მთავარ ნაწილში, მეფის უარყოფაზე. ამ ნაწილში უფალმა იესომ გამოავლინა ისრაელის ცოდები და ახსნა, თუ რატომ უარყვეს რელიგიურმა ლიდერებმა ის და მისი უწყება. პირველი ქვეთავი არის სულიერი სიბრმავე ამ დიდ ნაწილში, მეფის სამშავროში. რადგან ეს პასექი იყო, იერუსალიმში და მის შემოგარენში სავარაუდოდ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მისი მსახურების დროს, როდესაც იესომ რეალურად დაგეგმა და ხელი შეუწყო საჯარო დემონსტრაციას. ამ დრომდე ის აფრთხილებდა ხალხს, რომ არ ეთქვათ თუ ვინ იყო ის და განზრახ ერიდებოდა საჯარო სცენებს. ახლა რატომ დაგეგმა იესომ ეს დემონსტრაცია?
ერთხელ ის ემორჩილებოდა სიტყვას და ასრულებდა ზაქარიას წინასწარმეტყველებს, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ. მე-9 თავში, მე-9 მუხლში არის ეს ჩაწერილი. დიდად იხარე სიონის ასულო, გამარჯვებით შემოძახე, იერუსალიმის ასულო, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და ხსნით შემოსული, თამდაბალია, ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალის ვირის ნაშიერზე. ეს წინასწარმეტყველები შეიძლება მხოლოდ იესო ქრისტეს ეხებოდეს, რადგან ის ერთადერთია, ვისაც აქვს დამადასტურებული საბუთები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის არის სწორედ ისრაელის მეფე. ჩვენ როგორც წესი არ უკავშირებთ ხოლმე უბრალო ვირს მეფესთან. არამედ ყოველთვის ცხენთან არის ასოცირებული, ხო? და იესოც მართლაც მე თეთრ ცხენზე ამხედრებული დაბრუნდება. მაგრამ ეს იყო მაგ დროს ებრაელი მონარქების სამეფო ცხოველი. ჩვენ ამას ვკითხულობთ მეფეთა წიგნებში, საჯულებში და ყველგან. ალბათ იმიტომაც ეს ჩემი აზრია უკვე ჯონ ბაკურაძის, რომ ისრაელის მეფეებს აკრძალული ჰქონდათ ცხეების გამრავლება და ყოლა და სახედრები შეიძლება ამიტომაც ხშირად უფრო ფიგურირებენ. სინამდვილეში ორი ცხოველი იყო მონაწილე აქ. დედა და მისი ჩოჩორი. იცით ხომ ზოგიერთი სახარება გადმოცემს მხოლოდ ერთს. და წესით არის ეს სწორია დედა და მისი ჩოჩორი. იესო კი იჯდა ჩოჩორზე, დედა კი გვერდით მიდიოდა. მათ ეს ციტატი ზაქარიის სახარების ორგანული წინასწარმეტყველის შედარებით ჩვენ აღმოაჩენთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს. ზაქარიას წინასწარმეტყველება იწყება სიტყვებით: დიდად გაიხარეთ, მაგრამ მათემ ეს ფრაზა გამოტოვა. როდესაც იესო ქალაქს მიუახლოვდა, ის ატირდა. ახლა როგორ შეიძლებოდა მას ან ხალხს სიხარული ქონოდა, როდესაც სამსჯავრო მოდიოდა? მათემ ასევე გამოტოვა სიტყვები: ის მართალი და ხსნას იმსახურებს. ჩვენი უფლის იერუსალიმში მოსვლა იყო წყალობისა და მადლის აქტი და არა სამართლიანობის ან განკითხვის აქტი. მას ჰქონდა მათთვის ხსნა, მაგრამ მათ უარი თქვეს მის მიღებაზე. ამას ჩვენ უკვე იონეს სახარება პირველი თავის მე-11 მუხლი გვეუბნება. შემდეგ ჯერჯერ, როდესაც ისრაელი დაინახავს მეფეს, ის დიდი ძალითა და დიდებით დაჯდება. გამოცხადება 19:11. ამ ჩოჩორზე არასოდეს ბჯდარა ვინმე. ამას უკვე მარკოზი გადმოგცემს მე-11 თავში მეორე მუხლში. მაგრამ ის მაინც მორჩილად ატარებდა თავის ტვირთს, ვინც მასზე იჯდა. დედის თანდასწრებით, რა თქმა უნდა, ეს დაეხმარებოდა მას ამ ამოცანის შესრულებაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი მხედარი იყო თავად მეფე, რომელსაც ბატონობა ჰქონდა ყველა ცხოველებზე, ცხვრებზე, ხარებზე და ველის ცხოველებზეც კი. გახსოვთ ფსალმური 8:6-7. ის ფაქტი, რომ იესო ამ ხედზე იჯდა და მას აკონტროლებდა, მისი მეფობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ამ საჯარო გამოსვლის მეორე მიზეზიც იყო ერთი, რომ ამან აიძულა ებრაელი ლიდერები, რომ უფრო სწრაფად ემოქმედათ. როდესაც მათ დაინახეს ხალხის სპონტანური დემონსტრაცია, მათ დაასკვნეს, რომ იესო უნდა გაენადგურებინათ. ამას უკვე იონეს სახარებაში მე-12 თავში მე-19 მუხლში ვკითხულობთ. წინასწარმეტყველური წმინდა წერილები მოითხოვდა, რომ ღვთისკრავი პასექზე ჯვარზე ეცვათ. ქრისტეს პოპულარობის ამ დემონსტრირებამ მართველები მოქმედებისაკენ წაახალისა. ხალხმა იესო თავის მეფედ აღიარა, როგორც სიტყვებით, ასევე საქმით. ისინი ყვიროვდნენ ოსანა, რაც ნიშნავს ახლავე გადაარჩინე. ისინი ციტირებდნენ 117 ფსალმუნის 25-26 მუხლებს და ეს ფსალმუნი ნამდვილად მესიანური ხასიათისაა. მოგვიანებით იმავე კვირაში თავად იესო მოიხსენიებს ამ ფსალმუნს და საკუთარ თავზე გამოიყენებს 22 და 23 მუხლებს. მათეს 21 თავში 42 მუხლში ჩვენ ამას წავიკითხავთ. გაითვალისწინეთ, რომ პასექის ეს ხალხი შედგებოდა სულ მცირე სამი ტიპის ჯგუფისაგან: იერუსალიმში მცხოვრები ებრაელები, გალილეიდან ჩამოსული ხალხი და ის ხალხი, ვინც იხილა თავად ლაზარეს კუდრეთით აღდგომა. ამას ჩვენ უკვე იონეს მე-12 თავი გვეუბნება, მე-7 და მე-18 მუხლები. ამ სასწაულის შესახებ ამის გაზიარებამ უდაოდ ხელი შეუწყო ასეთი დიდი ხალხის მოდინებას და მოზიდვას. ხალხს სურდა თავად ენახა ეს სასწაულმოქმედი, მაგრამ ებრაელები მაინც არ აღიარებდნენ იესოს თავიანთ მეფედ. ეხლა რამ გამოიწვია ისრაელის ესეთი სულიერი სიბრმავე? ერთხელ მათმა რელიგიურმა ლიდერებმა, რომლებმაც წაართვეს ამ ერს, მათი საკუთარი სიტყვის შეშმარიტება და იგი ჩაანაცვლეს ადამიანის მიერ შექმნილი ტრადიციებით. ამას ჩვენ უკვე ლუკას სახარება მე-11 თავში 42 მუხლში ვიხილავთ.
ლიდერებს არ აინტერესებდა ჭეშმარიტება. ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესების დაცვით იყვნენ დაინტერესებულნი. იონეს სახარება 11:47-53. ჩვენ მეფე არ აყავს გარდა კეისრისა. გახსოვთ, ეს იყო მათი აღიარება განზრახსი ბრმავის გამო. ჩვენი უფლის სასწაულებიც კი ვერ არწმუნდება მათ ამაში. და რაც უფრო დიდხანს ეწინააღმდეგებდნენ ჭეშმარიტებას, მით უფრო ბრმები ხდებოდნენ ისინი. იონეს 12:35. შემდეგ ქვეთავი არის თვალმაგცობა, რომელიც ჩვენ აქ ამოძდა მე ერთ თავში ნახავთ და განვიხილავთ. იესომ ორი სამჟავრო საქმე აღასრულა. მან განწმინდა ტაძარი და დაწყევლა ლეღვის ხე. ორივე საქმე წინააღმდეგობდნენ მისი რჩეული მსახურების წესს, რადგან ის არ მოსულა დედამიწაზე განსაშლელად, როცა პირველად მოვიდა, არამედ გადასარჩენად მოვიდა. გახსოვთ იონეს სახარების მესამე თავის მე-17 მუხლი. ორივე ეს საქმე ავლენდა ისრაელის თვალთმაქცობას. ტაძარი იყო ქურდების ბუნაგი და ერი, რომელიც სიმბოლური ლეღვის ხით არის წარმოდგენილი, უნაყოფო გამოდგა. შინაგანი გახსნილება და გარეგანი უნაყოფობა მათი თვალთმაქცობის დასტური იყო. შემდეგი არის ტაძრის განწმენდა. იესომ თავის მსახურება მსგავსი საქციელით დაიწყო, თუ გავიხსენებთ იონეს სახარების მეორე თავს. ახლა 3 წლის შემდეგ ტაძარი კვლავ შებილწული იყო ლიდერების რელიგიური საქმიანობით. მათ წარმართა ეზო ისეთ ადგილად აქციეს, სადაც უცხოელ ებრაელებს შეძლოთ ფულის გაცვლა და მსხვერპლის შეძენა. ის რაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებისათვის მსახურება და მოხერხებულობა დაიწყო, მალევე მომგებიან ბიზნესად გადაიქცა. ვაჭრები უზომოდ მაღალ ფასებს ითხოვდნენ და ვერავინ შეძლებდა მათთან კონკურენციის და წინააღმდეგობის გაწევას. ისტორიკოსები გვეუბნებიან, რომ ანა, ყოფილი მღვდელმთავარი, ამ საწარმოს მენეჯერი იყო, რომელსაც მისი ვაჟები ეხმარებოდნენ. ტაძარში წარმართა ეზოს მიზანი იყო გარიყულებისთვის ტაძარში შესვლისა და მისგან სწავლის შესაძლებლობა. ისრაელის შესახებ ჭეშმარიტი ღმერთის ინფორმაციის გაგება. თუმცა ამ რელიგიური ბაზრის არსებობამ ბევრი მგრძნობიარე წარმართი ისრაელის მოწმობისაგენ შორს უფრო დააშორა. წარმართა სასამართლო დაქირავებული ბიზნესისათვის გამოიყენებოდა და არა მისიონარული ქადაგებისათვის. როდესაც იესომ ტაძარს ჩემს სახლი უწოდა, ის ადასტურებდა, რომ ის ღმერთია. როდესაც მას ჩემს ლოცვის სახლს უწოდებდა, ის ესაიას 56 თავს მე-7 მუხლს ციტირებდა. ესაიას მთელი 56 თავი გმობს ისრაელის ურწმუნო ლიდერებს. ფრაზა ყაჩაღების ბუნაგი ეს ერემიას მე-7 თავიდან არის. მე-11 მუხლიდან მომდინარეობს და გრძელი ქადაგების ნაწილი, რომელიც ერემიამ ტაძრის კარიჭესთან წარმორთქვა, რომელიც ხალხს იმავე ცოდვებისაკენ საყვედურობდა, რომელსაც იესო თვითონ უკვე ამ თანამედროვე დროში შეეფეთა. ხლა რატომ უწოდა იესომ ტაძარს ქურდების ბუნაგი? იმიტომ რომ ადგილს, სადაც ქურდები იმალებიან, ბუნაგი ეწოდება. რელიგიური ლიდერები და ზოგიერთი ადამიანი ტაძარს, ებრაულ რელიგიას იყენებენ თავიანთი ცოდვების დასაფარავად. რა სურს ღმერთს ნამდვილად თავის სახლში რომ ხდებოდეს? ღმერთს სურს რომ იქ ლოცვა ვლინდებოდეს. 1 ტიმოთეს 2:1. რადგან ჭეშმარიტი ლოცვა ჩვენ ღმერთია, დამოკიდებულებასა და მის სიტყვისადმი ერთგულებას გვასწავლის და ეს არის ჩვენი რწმენის დასტური. მას ასევე სურს რომ ადამიანები ეხმარებოდნენ სხვებს მისი სახელით. მათეს სახარება 21:14. გაჭირვებულმა თავის მიმართ ყურადღება და ზრუნვა უნდა იგრძნონ და უნდა იპოვნონ საჭირო დახმარება ღვთის ტაძარში. ღვთის სახლში უნდა იყოს ძალა, რომელიც ადამიანებს შეცვლის და ამაზე იმუშავებს. ქება ღვთის სახლის კიდევ ერთი მახასიათებელია. აქ კი იესომ მოახდინა ციტირება მერვე ფსალმურიდან, მეორე მუხლიდან. შემდეგი მოდის ხის დაწყევლა, ლეღვის ხის დაწყევლა. ის ფაქტი, რომ იესო ხეს დაწყევლის, შეიძლება ძალიან ბევრს გაუკვირდეს. იგივე ძალას, რომელმაც ეს ხე მოკლა, ხომ იცით, რომ შეეძლო მისთვის ისევ ახალი სიცოცხლის და ნაყოფის მიცემა. იესომ რა თქმა უნდა ხეს მორალურად კი არ დააკისრა პასუხისმგებლობა უნაყოფობისათვის. როდესაც ამ მოვლენის დროსა და ადგილს განვიხილავთ, ჩვენ უკეთესად გავიგებთ ამას. იესომ იერუსალიმის მახლობლად იმყოფებოდა და ხალხის წინაშე საჯარო მსახურების ბოლო კვირა იწურებოდა.
ლეღვის ხე კი სიმბოლურად ისრაელს გამოხატავდა. ჩვენ გვახსოვს იერემია ამას ამბობს, ოსია, ლუკას სახარება მე-13 თავი. ისევე როგორც ამ ხეს ფოთლები ქონდა, მაგრამ ნაყოფი არა. ასევე ისრაელსაც ქონდა რელიგიურობის დემონსტრირება, მაგრამ არ არის წმენის პრაქტიკული გამოცდილება, რაც ღვთისმოსავ ცხოვრებას გამოიწვევდა. იესო ხეს კი არ განრისხებია. პირიქით მან ეს ხე გამოიყენა, რათა თავისი მოწაფეებისთვის რამდენიმე გაკვეთილი ესწავლევინა. ღმერთს სურდა, რომ თავისი ხალხის ცხოვრებაში ნაყოფი ენახა. ნაყოფი კი სიცოცხლის პროდუქტია. ფოთლების არსებობა, როგორც წესი, ნაყოფის არსებობაზე მიუთითებს, მაგრამ ეს ასე არ იყო. ლეღვის ხის იგავში, ლუკას სახარება მე-13, მებაღეს მეტი დრო მიეცა მისი მოვლისათვის, მაგრამ ახლა უკვე დრო ამოიწურა. ეს ხე ადგილს იკავებდა და არანაირ სიკეთეს არ აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენას პირადი ინტერპრეტაცია შეიძლება მივცეთ, მთავარი ინტერპრეტაცია ისრაელს უკავშირდება. ანუ განკითხვის დრო დადგა. განაჩენი გამოცხადა მოსამართლის მიერ, მაგრამ ის დაახლოებით 40 წლის განმავლობაში არ ახსულდებოდა და ლაპარაკია იცით ტიტეს მიერ უკვე იერუსალემის გადაწვაზე, ტაძრის გადაწვაზე და ებრაელების მთლიანად აყრაზე. რის შემდეგაც ებრაელი ერი აღარ დასახლებულა იქ უკვე მე-20 საუკუნემდე, იცით ხო? ესე 40 წელი დაიჭირა კიდევ აქედან იმიტომ დაახლოებით 30 წელია ეს როცა იესო ამას ამბობს, იცით ხომ? ის 33 წლის გააკრეს ჯვარზე და იქიდან თუ ავითვლით 70 წელი ზუსტი თარიღი არის. ფლავიუსიც ამას ამბობს და ბევრი ისტორიული მოვლენა ამას ადასტურებს, რომ კიდე 40 წელი, ნახეთ, ღმერთი ელოდება. 40 საინტერესო ციფრია, ხომ? 40 წელი. შემდეგ რომი მოვიდოდა და გაანადგურებდა ქალაქს და ტაძარს და გაფანტავდა ხალხს. იესომ ეს მოვლენა გამოიყენა, რათა თავის მოწაფეებს პრაქტიკული გაკვეთილი ესწავლებინათ რწმენისა და ლოცვის შესახებ. ტაძარი უნდა ყოფილიყო ლოცვის სახლი, ხოლო ერი კი მორწმუნე ხალხი, მაგრამ ორივეს ეს მათთვის აუცილებელი რამ სრულიად აკლდა. ჩვენც უნდა ვიყოთ ფრთხილად ასეთი უშედეგო საფრთხისაგან. სიტყვისადმი დაუმორჩილებლობამ სამი იგავის ეს სერია წარმოშა ღვთელმთავრებისა და ხუცესების მოთხოვნიდან, რომ იესოს აეხსნა თუ რა უფლებამოსილება ქონდა მას ტაძრის განწმენდისათვის. როგორც ერის სულიერი ცხოვრების ცველებს, მათ ქონდათ უფლება დაესვათ ეს კითხვა, მაგრამ ჩვენ გაოცებული ვართ მათი უმეცრებით. იესო მათ 3 წელი მისცა მსახურებაში და მათ მაინც არ სურდათ ფაქტების წინაშე დადგომა. მათ სურდათ უფრო მეტი მტკიცებულება. იოანეს მსახურებასთან დაბრუნებით, იესო არ ცდილობდა პრობლემის თავიდან აცილებას. იოანე მოამზადა გზა იესოსათვის. მართველებს რომ მიეღოთ იოანეს მსახურება, ისინი მიიღებდნენ იესოს. ამის ნაცვლად ხელმძღვანელებმა ჰეროდეს ნებადართეს დაეპატრონებინათ იოანე და შემდეგ კი მოეკლათ. თუ ისინი არ მიიღებდნენ იოანეს ავტორიტეტს, ისინი ასევე არ მიიღებდნენ იესოს ავტორიტეტს, რადგან ორივე იოანეც და იესოს ღვთის მიერ იყვნენ გამოგზავნილები. ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი პრინციპია, რომ ჩვენ ვერ ვისწავლით ახალ ჭეშმარიტებას, თუ არ დავემორჩილებით იმას, რაც ღმერთმა უკვე გვითხრა. ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ყოველთვის, რომ თუ შენ იმ გაკვეთილს არ შეასრულებ, რომელიც პირველი მოგეცა, მეორე გაკვეთილს და მეორე დავალებას ღმერთი არ მოგცემს. თუ ვინმე სურს მისი ნების შესრულება, მან გაიგოს ეს სწავლება, ღვთისგან არის თუ არა. იოანეს 7:17. რელიგიურმა მმართველებმა უარყვეს იოანეს მიერ ნაქადაგების ჭეშმარიტება და ამიტომ იესოს არ შეეძლო ახალი ჭეშმარიტების გაზიარება. ისიც და იოანეც ერთი და იგივე ხელისუფლების ქვეშ იყვნენ. მათ უარყვეს თავიანთი ღმერთი, ანუ თავიანთი მამა. რა თქმა უნდა, ვენახი ისრაელის ერზე მეტყველებს, ფსალმუნით 79, ესაია 5, ორი ვაჟი წარმოადგენს ამერის ორ კლასს, თვითმართალ რელიგიურ ხალხს და მებაჟიებსა და ცოდვილებს. როდესაც იოანე მსახურებაზე მივიდა, რელიგიურმა ბრმოვ დიდი ინტერესი გამოხატა მისი საქმის მიმართ, მაგრამ ისინი არ მოინანიებდნენ და არ დაიმდაბლებდნენ თავს და არ მოინათლებოდნენ. მათ ეს სახარება 3, 7, 2, 12, იოანე 1, 19:28. არარელიგიურმა ბრმომ კი აღიარა თავის ცოდვები და დაემორჩილა იოანეს სიტყვებს და მოინათლა. ლიდერებმა ორი ცოდვა ჩაიდინეს. ისინი მათ არ ირწმუნეს იოანეს ქადაგება და არ მოინანიეს მათი ცოდვები. რა თქმა უნდა, ლიდერებმა იგრძნეს, მათ არ ქონდათ საჭირო
მონანიებისათვის. ამას უკვე ლუკას სახარების მე-18 თავში კითხულობთ. მაგრამ როდესაც დაინახეს თუ რა მოუტანა მონანიებმა ბებაჟებს და ცოდულებს, ისინი უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ იოანეს უწყება ჭეშმარიტი იყო და ხსნა კი რეალური. რელიგიურ მმართველებმა არაერთხელ უარყვეს ღვთის მიერ მოცემული მკაფიო მტკიცებულება. იოანეს უარყოფა სინამდვილეში მისი გამოგზავნილი მამის უარყოფა იყო, მაგრამ ღმერთი მოწყალია და განკითხვის ნაცვლად მან თავისი ძე გაგზავნა. ამას კი უკვე მივყავართ ჩვენ შემდეგ იგავამდე, რომ მათ უარყვეს ძე. ჩვენ ჯერ კიდევ ვენახში ვართ, ეს იგავი იფუძნება ესაიას მე-5 თავს, პირველი და მე-7 მუხლებს და მასში იესომ შეახსენა ებრაელებს ღვთის სიკეთე მათ, როგორც ერის მიმართ. ღმერთმა იხსნა ისინი ეგვიპტიდან და რძითა და თაბლით მდიდარ მიწაზე დარგო. მან მისცა მათ მატერიალური და სულიერი კურთხევები და ბოლოს მხოლოდ სთხოვა, რომ ნაყოფი გამოიღოთ მისი დიდებისათვის. დრო და დრო ღმერთი თავის სახურებს წინასწარმეტყველებს აგზავნიდა ხალხთან, რათა მიეღოთ ნაყოფი, მაგრამ ხალხი ცუდად ეპყრობდა მსახურებს და ზოგიერთ მათგანს კლავდა კიდევაც. ხოლო რა უნდა გაეკეთებინა სახლის პატრონს? მას შეძლო თავის ჯარები გაეგზავნო ამ ბოროტი ადამიანების გასანადგურებლად, მაგრამ მან ამის ნაცვლად საკუთარი ძე გაუგზავნა და რა თქმა უნდა აქ საუბარია უკვე იესო ქრისტეზე, ღვთის ძეზე. და ის არის მემკვიდრე, გასვოთ ებრაელთა წერილი 1:2. ძის მიღებისა და პატივისცემის ნაცვლად კაცებმა ის ვენახიდან გააგდეს და მოკლეს. იესო ჯვარს აცვეს კარიბჭის გარეთ, გასვოთ ებრაელთა წერილი 13:12 და უარყვეს საკუთარმა ერმა უარყვეს თავიანთი ღმერთი. იგავს მომსმენი ხალხი დრამაში იყო ჩაფლული და ვერ ხვდებოდა, რომ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანეს. იესომ ისევ 107 ფსალმუნის 22-23 ციტრებმა მოახდინა, რათა აეხსნა, რომ ის იყო ეს ძე, ხოლო რელიგიური წინამძღოლები კი იყვნენ მიწის მუშები. ხალხმა ეს 107 ფსალმუნის ციტრება მოახდინა, როდესაც იესო ქალაქში მიიღო, ამიტომ ეს წმინდა წერილი ახალი იყო მართველების გონებაში. ძველ აღთქმაში ღმერთს ხშირად მოიხსენებენ როგორც კლდეს ან ქვას. მეორე რჯული 22, 18, 30, 31, ასევე ფსალმუნები 17:2 და 31:46-ში. კლდე იყო ყოველთვის მესიანური ტიტულიც. ისრაელისათვის ეს იყო დაბრკოლების ქვა, ესაია 8:14, რომაელთა 9:22-23 და 1 კორინთელთა 1:23. ისრაელმა უარყო მესია, მაგრამ თავისი სიკვდილითა და აღდგომით მან შექმნა ეკლესია. ეკლესიისთვის იესო საძირკველის ქვა, კუთხის თავი. ეფესელთა 2:20-22, 1 პეტრე 2:4-5. საუკუნის დასასრულს იესო მოვა როგორც დამანგრეველი ქვა, დანიელი 2:34. გაანადგურებს წარმართა სამეფოებს და დაამყარებს საკუთარ დიდებულ სამეფოს. რა თქმა უნდა, ებრაელმა ლიდერებმა იცოდნენ იესოს მიერ ციტირებული წმინდა წერილის მესიანური მნიშვნელობა. ისინი იყვნენ მშენებლები, რომლებმაც დაიწუნეს ქვა და უარყვეს იგი. მოციქულთა საქმეები 4:11. ხოლო რა იყო ამის შედეგები? ერთხმით სამეფო წაერთმევდა ისრაელს და მიეცემოდა სხვა ერს, ეკლესიას, 1 პეტრე 2:9 და ყურადღება მიაქციეთ ამ კონტექსტს. 1 პეტრეს 2:6-10. ისინი, ვინც თავს დაესხონდნენ ამ ქვას, გაცამტვერდებოდნენ, ხოლო ისინი, ვინცაც ქრისტე განსჯიდა, დამსხვრევად იქცეოდნენ. შამის შემდეგ მათ უარყვეს უკვე სული წმინდაც. ეს იგავი არ უნდა აგვერიოს დიდი ვენახის იგავში, რომელიც ლუკას სახარების მე-14 თავშია გადმოცემული. მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთო ელემენტები აქვთ, კვლავ ხვდებით მამას და ძეს და ძე ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ მიწის მუშება ნახეთ რა გააკეთეს და ასევე ყავს მას პატარძალი. ვარაუდობენ, რომ უფალი იესო და მისი ეკლესია გამოსახული ეფესელთა 5:22-23. ამიგავში აღწერილი პერიოდი უნდა იყოს მისი აღდგომისა და ამაღლების და სულიწმედის მოსვლის შემდეგ. მამა კვლავ იწვევს ისრაელის ხალხს, რომ მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მისი ძეს გასვოთ რა გაუკეთეს. როდესაც სწავლობთ საქმეების პირველ 7 თავს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ უწყება მხოლოდ იუდაველებს ეხმიანებოდა. გასვოთ ხო პირველი იუდაველს ეკადაგა. მოციქულთა საქმეები 2, 10, 14, 22, 36, მესამე თავი 25, მეექვსე თავი 7. ღვთის გეგმა იყო ჯერ იუდაველებისათვის. როგორ უპასუხეს ერის ლიდერებმა სულიწმინდის სახურებას მოციქულების მეშვეობით? მათ უარყვეს სიტყვა და მათ დაიწყეს ეკლესიის დევნაც, ისევე როგორც იესოს დევნიდნენ.
და ისევე როგორც იესომ ეს თავის მოციქულებს აღუთქვა. იგივე მმართველებმა, რომლებმაც იოანეს მოკლა დაუშვეს იონე ნათლისმცემლის, მათ იესოს მოკლა მოითხოვოს და ამათმა იგივე ადამიანებმა მოკლეს სტეფანეც. მოგვიანებით ჰეროდემ მოკლა იაკობი, ჩვენ ამას მოციქულთა საქმეის მე-12 თავში ვკითხულობთ. როგორ უპასუხა იგავში მეფემ ხალხის სახურებისადმი დამოკიდებულებას, ის გაბრაზდა და გამოგზავნა თავის ჯარები მათი და მათი ქალაქის გასანადგურებლად. შემდეგ მან სხვა ხალხს მიმართა და მიიწვია ისინი დღესასწაულზე. ეს არის ღვთის ისრაელთან ურთიერთობის სურათი. მათ უარყვეს მამა, როდესაც უარი თქვეს იონე ნათლისმცემლის გადაგების მორჩილებაზე. ისრაელმა უარყო ძე, როდესაც დააპატიმრეს და ჯვარზე აცვეს იესო. თავისი მადლითა და მოთმინებით ღმერთმა სხვა მოწმეებიც გაგზავნა. სულიწმინდა გადმოვიდა ადრეულ მორწმუნეებზე და მათ დიდი ძალით დაამოწმეს, რომ იესო ცოცხალი იყო და ერის გადარჩენა შეიძლებოდა. ამას გახსოვთ პეტრე ქადაგებს მოციქულთა საქმის მეორე თავში, მესამე თავში. მათ მიერ მოხდენილი სასწაულები იმის დასტური იყო, რომ ღმერთი მოქმედებდა მათში და მათი მეშვეობით. მაგრამ ისრაელმა, როგორც ერმა ისტორიულადაც, კი არ მიიღო და უარყო სულიწმინდა. ეს იყო სტეფანეს ბრალდება ერის წინააღმდეგ. თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდით სულიწმინდასო. გახსოვთ მოციქულთა საქმეებში, როცა ის თავისი გადაგებაში მე-7 თავში მოციქულთა საქმეების ამბობს ამას. სტეფანებს ქვებით ჩაქოლვით ღვთის მოთმინებამ ისრაელის მიმართ უკვე დასრულება დაიწყო. თუმცა მან სამჯეროდ თითქმის 40 წლით მაინც გადადო, სანამდე რომაელები ამას გააკეთებდნენ ტიტეს მეშვეობით. მოციქულთა საქმის მეორე თავში კითხულობთ, რომ ეს ცნობა უკვე სამარიაში მიდის, ხოლო მოციქულთა საქმის მე-10 თავში კითხულობთ, რომ უკვე წარმართებთან, გახსოვთ უკვე პეტრე წარმართებთან არის წაგზავნილი. ეს საბოლოო უარყოფა ჩემთვის საშინელი გმობა სულიწმინდის წინააღმდეგ, რომელზეც იესო საუბრობდა მათეს სახარების მე-12 თავში. ეს იყო ეროვნული ცოდვა, ჩადენილი ისრაელის მიერ. როდესაც მათ უარყვეს იონე ნათლისმცემელი, მათ უარყვეს მამა, რომელმაც ის გამოგზავნა, მაგრამ დარჩა ძის მსახურება. როდესაც მათ უარყეს ძე, მათ მიეტევა ცოდვები მათი უმეცრების გამო. ლუკას 23, მოციქულთა საქმეების 3. დღეს არც ერთ ცოდვილს არ შეიძლება ეპატიოს ქრისტეს უარყოფა, რადგან ეს უარყოფა არის ის, რაც გმობს მის წმინდა სულს. იონეს სახარება 3:16-22. მაგრამ დარჩა სულიწმინდის მსახურება. სულიწმინდა გადმოვიდა ეკლესიაზე სულთმოფენობის დღესასწაულზე და მოციქულებმა დიდი ნიშნები და სასწაულები მოახდინეს. გახსოვთ ჩვენ მოციქულთა საქმეებში და ებრაელთა წერილში აღწერილია ეს. მართველებმა უარყვეს სულიწმინდის მოწმობა და ამან საბოლოო განკითხვა მოიტანა. მათ უარყვეს მამა, ძე და ეხლა სულიწმინდა. და აღარ იყო არაფერი დარჩენილი შესაძლებლობები. ეს სულიწმინდის წინააღმდეგ ცოდვა დღეს უკვე ჩვენთვის არ შეიძლება იყოს ჩადენილი. როგორც ეს ისრაელმა ჩაიდინა და მას კიდევ ეძლეოდა შანსი. რადგან სიტუაცია განსხვავებულია. ღვთის სული მოწმულს სიტყვით იესო ქრისტეს პიროვნებასა და საქმეზე. სწორედ სული ამხელს ცოდვის საკითხში სამყაროს. იონეს სახარება 16, 7 და 11 მუხლები. გახსოვთ იესო ქრისტე, როდესაც ქადაგებს საიდუმლოს ერობისას ქადაგებას. სულ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიონ ურწმუნოებმა, მოციქულთა საქმეები, მაგრამ არავინ იცის ის კრიტიკული საათი, როდესაც სული შეწყვეტს დაკარგულ ცოდულთა ურთიერთობას. მათეს სახარების 22 თავში იგავის დანარჩკავს, მაგრამ ის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქორწილო სამოსელი მასმიძებლა უზრუნველყო, რათა ყველა სათანადოდ ყოფილიყო ჩაცმული და ღარიბები თავს შესამჩნევად არ გრძნობდნენ. ხსნა პირადი და ინდივიდუალურია. ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რასაც ღმერთი გვაძლეს, ქრისტეს სიმართლე და არ ვეცადოთ, რომ ეს დამოუკიდებლად გავაკეთოთ, რადგან იმიგავებს განსაზღვრული ეროვნული აქცენტი ქონდა. ეს პირადი აქცენტი ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ლაპარაკია გასვოთ ხო პიროვნება, რომელიც აღმოჩნდება ამ მნადიმზე და მას შესაბამისი ტანსაცმელი არ აცვია. ერის ლიდერები დამნაშავეები იყვნენ სულიერ სიბრმავში, თვალთმაქცობასა და სიტყვისადმი განზრახ დაუმორჩილებლობაში. იესოსგან ამ ბრალდების მიღებისა და მონანეების ნაცვლად მათ გადაწყვიტეს მასე თავდასხმა და კამათი. შედეგი კი იყო მათი განკითხვა. ჩვენც დღეს ფრთხილად უნდა ვიყოთ,
რომ არ მივბაძოთ მათ დაუმორჩილებლობის მაგალითს. მადლობა მოსმენისათვის. უბრალოდ მე დავამატებდი ერთს, რომ ნახეთ როგორი მნიშვნელოვანია ძველი აღთქმის წერილების და წიგნების შესწავლა. იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გაიგებთ თქვენ იგავებში და იმ პარალელებში, რომელიც მოყვანილი ახალ აღთქმაში თუ თქვენ არ იცით ძველი აღთქმა. აი კონკრეტული მაგალითი ახლა იყო ესაიას მიერ ვენახის და ისრაელის შედარება, ერემიას მიერ. ნახეთ რამდენი რამე გადამულია, როცა მარტო ახალ აღთქმას ასწავლენ და იმასაც არ ასწავლენ, იცით ხომ? ჩვენთან გინდა კათოლიციზმში, გინდა მართლმადიდებლობაში თვითონ მრევლი ძალიან გაუნათლებელია, ბიბლიურად გაუნათლებელი. და ამიტომაც არის აქცენტები როკეთება რიტუალებზე, ქმედებებზე, სასწაულებზე, ფაჩუჩებზე, წმინდა ნაწილებზე, რომ დააბან. არასაც აკეთებდნენ ფარისევლები, რომ დაავიწყეს ხალხს ღვთის სიტყვა და ეს ჩანაცვლებული იქნა თავიანთი რიტუალები და თავიანთი ტრადიციები და მცნებებით. ნახეთ რაც ხდება ზუსტად კათოლიციზმში და მართლმადიდებლობაში. და სხვა იმებს რელიგიებს ეს უკვე იქ საერთოდ მოპარულია ყველაფერი ისლამში. მე მომბ ქრისტიანობას ვინც გადაგებს და ძნელი გასაგებია და ასეთი ადამიანები უფრო შეცდომაში შედიან, რომ მათ გონიათ, რომ იგივე ქრისტეს სწამთ და იგივე გადარჩებიან და იგივე ხსნილები არიან. რიტუალებით პატარა ბავშვებს რომ მონათლავ, უკვე შედის მასში ილუზია, რომ უკვე ის კათოლიკე და მართლმადიდებელია და ის გადარჩენილია და უკვე ნახეთ ზარმაცდება ადამიანი და აღარ ცდილობს გაიგოს თუ როგორ ჭირდება მას მხსნელი, ვინ არის ის მხსნელი და რატომ არის ის ცოდვილად დაბადებული. როცა მას ეუბნებიან უკვე შენ ქრისტიანი ხარ, მოინათლე. ნახეთ უკვე ზარმაცდება ადამიანი ამის მოსმენითაც კი. და ამაყობს მარტო ამ მეებით გარეგნულ რიტუალებით. ეს მინდოდა მეთქვა, მადლობა კიდევ ერთხელ მოსმენისათვის.